ყველას მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო. დღეს მე და მარიტა, ჩემი შვილი, ვინც არის გაიცანით. მოკლედ ერთად გადავიღებთ კატრისის კალენდარი გვაქვს, რომელიც ახალი წლიდან მოყოლებული. და თქვენს გარეშე არ გავხსენი. ვერ გავხსენი, მოკლედ სინდისმა არ მომცა მის საშუალება და ვიდეოსთვისაც ვერ მოვიცალე და ესე იდო, მოკლედ თავისთვის ესე იმტვერებოდა კარგად გემრიელად და მოკლედ ახლა როგორც იქნა მარიტამ იყო ჩაყადა მოკლედ მომაფიქრებინა როგორც იქნა დედა უკვე მინდა რომ ვიხმარო აქ რაღაცეები თორე გავუვადეს და გავუვადა მოკლედ ესე დავიჯერე მარიტას და დავჯექით ახლა რომ გადავიღოთ ვიდეო. კატრისის კალენდარს ახლა გავხსნით და ვინც ვიდეოს ბოლომდე დარჩება, ბონუსად კიდე მარიტა გვაჩვენებს თავის ბოქს, აბა მიდი გვაჩვენე. Beauty box-ი. ხო, ესეთი beauty box-ი აქვს. ოღონდ ეს უკვე არ არის კატრისის, ეს არის, წავიგი, Sunkist-ის ულამაზესი ვარდისფერი ბოქსი. აი, ესეთი დიდი კატრისის ბოქსი ჩანს. ხო. აღარ აღარ ჩანხარ და არც მე. აი ესე კადრში როგორღაც მოვახვედროთ კატრისის ბოქსი და მოდით ახლა გავხსნათ ჯერ ეს კაი რაღაცები ჩანს. მაგას ახლა მეგონი მაგრატელი სჭირდება. ხო არა? კი. რაღაც იქნება აქ ჩვენ გვაქვს მაგრატელი. აი მაგაზე ვერ მიდინახე. ესე. აჰა, მოდი შენ გახსენდი. საიდან? აჰა. როგორ მიყვარს ესე ეგეთ რაღაცას ნიხოლმე. ხო. ახალ რაღაცას. ნუ თუ მოვიდა ეს დრო რომ ეს კალენდარი გავხსნა. მე მარიტას ისიც კი შევთავაზე რომ ახალ წელს ხო არ გავხსნათ მესკიბარი. ვადა უკვე გავა. მაგრამ მარიტა თქვა რომ მე ვადა გასული კოსმეტიკა აღარ მინდა. მაგრამ მე ისე კი არც ვიცოდი კოსმეტიკას ვადა რო გაზდის. შეიძლება ჯერ არ გაზდის ახლა ვადა. ხო, ეგრე უცებ არ გავა, მაგრამ მაინც ძალიან გვაინტერესებს. ძალიან ლამაზი საახალწლო დიზაინი აქვს. და ჩვენ კიდე ზაფხულში ხსნით. არა უშავს. გასკვია. ცოტა გვერდულად დავსხდებით მე და მარიტა და აბა მარიტა მიდი. კალენდარი ესეთია. მე მეგონა შიგნით უბრალოდ რაღაცები გადმოიყრება და კოსმეტიკა იქნება და უფრო ლამაზი ყოფილა. ახალი წლის შეხედე. რაღაც გიგონება. შუაივნიში ღმერთო. გიგონება რაღაც ულამაზესი ლაქშერი სასტუმრო, რაღაც ნაძვის. არა, მარიტა, მოდი ახალ წელს გავხსნათ. არა, მოდი ახლა გავხსნათ. უკვე თორე ვადა გავა მაგ დროისთვის. კაი, მარიტა. თვითონ კოსმეტიკა ახლა საახალწლო ხო არ არის, ეგ უბრალოდ დიზაინი არის, რომ ესე გაყიდონ გრაფიკული დიზაინერების ხრიკი. აი ეს. მაგრამ უკვე ძალიან მომწონს შეხედე რა ლაქშერისა. ძალიან ლამაზია. ესე იგი ეფექტური გახსნა. კაი. და ვიწყებთ თანმიმდევრობით დავიწყოთ, ხო? ჯერ შენ, მე მე. მოდი. მოდი შენ დაიწყე. პირველიდან აბა. აი ეს პირველი, აბა, ერთდროულად თქვით. კატრისის ჰაილაიტერი. ძალიან მიყვარს ეგენი, შეხედე რაღაცები ჭყიალები აქვს. ეგეც ჩვენი კატრისის ჰაილაიტერი. გადავიდეთ შემდეგ პროდუქტზე. მოდი. ეხლა ეს რანაირად. აჰა. აი ესე. აი ასეთი კონსილერი მგონია. აი ესეთი, ამას სულ ვეძებდი სხვათა შორის და ძალიან მაინტერესებდა ამ კონსილერს მე მგონი არ დაჭირდება ჩემი სტაფილოსფერი, მე რო სულ ხმარობ ხოლმე. და ნახოთ რა არის მესამე პროდუქტი. ფერი კატრის ლამაზი შეფუთვა აქვს ნამდვილად. ნახოთ როგორი ფერია. ეს ძალიან კაი ფერია. ძალიან ლამაზი ფერია. ძალიან მიყვარს ფოკუსიება. რაღაც საახალწლო ვარსკვლავები და ესეთი ძალიან ლამაზი დიზაინი. ეს ფერი მიყვარს, სხვათა შორის მე ძალიან მიყვარს. ვყენებ ხოლმე. ყოველდღიური. ძალიან კარგია. სუნიც კარგია. ასე რომ ვადაგასული არ არის ჯერ. ხო. და მეოთხე სად არის? რა ხედავ უკვე. კი. ულამაზესი ფერის ფანქარი. და ეს ფერი სხვათა შორის ძალიან გვიყვარს. ესეთი ფერი ვიყიდეთ მე და შენ მე მგონი დღეს. ხო, გუშინ. მაგრამ ძალიან გვიყვარს ესეთი ფერი, სულ გჭირდება და
კი, განსაკუთრებით მაგას ძალიან გვხვდება ხოლმე ესეთი. პრაქტიკულია. ეხლა შენ გახსენი მეხუთე. რაღაცა ძალიან დიდია. თუ მესამე მიაწვი გოგო და მე ამოვა. აბა რა არის ეს? ჰიდროგელ აი პაჩი. პაჩები, ესენი ძალიან მიყვარს. პაჩები, ხო. თვალებზე რომ უნდა დაიდე, ხო? ვა, ეს ბლაშია? აი მე საყვარელი რაღაცა. საყვარელი შეფუთოა. აგერ მე ვფიქრობ, რომ ბლაში არის. ესეთი კრემოვანი მუქი ვარდისფერი და მე მგონი რომ ძალიან კარგი ფერი იქნება. ნახოთ, დავტესტოთ მე. და ყველაფერი ძალიან პრაქტიკული და ყოველდღიურია, რაც უგჭირდება. ეს რა არის? ეს არის კატრისის ჩრდილები, როგორც ხვდები რაღაცა ისეთი არის კრემოვანი, მოდით ვნახოთ აქვე. თუ სწორად მივხვდი. უბრალოდ ფუნჯი ყოფილა? Eyeshadow shader. ფუნჯი ყოფილა. ფუნჯი. ხო, კრემოვანი. ეს ოქროსფერში როა ყველაფერი როგორ მოწონს. ხო, ეს ყოფილა, ნახე, eyeshadow shader brush. ხო, მოკლედ შორის ეგეთი ძალიან კაი ხარისხია ეს ფუნჯი. ხო, ეს არის ჩრდილების შემრევი რა, რომ უნდა შეურიო ჩრდილები, ხო, იცი ერთმანეთში. აი ეს მაგისი არის და ძალიან კარგია, ხო? რაღაცა ისეთი. ფერიც ძალიან ლამაზი. კი, ესეთ ფუნჯებს სხვათა შორის ხმარობ ხოლმე. ვიცი. ესეთი ფუნჯები სულ გამოყენებული მხვდება ხოლმე. ან დაკარგული. ორა კაი ხმა. და ვხედავ, მე მგონი ტუჩსაც, აი ესეთი ულამაზესი ფერი, ტუჩსაცხი, რაღაც ვარდისფერი. ვარდისფერია? თუ მოწითალო. ხო, რაღაც თუ წითელია გოგო. რა ვიცი, სტაფილოსფერი, ვარდისფერი, წითელი რაღაცა თბილი ფერი. ჩემი აღკვით წითელი. ჩემი ვარდისფერი. დატესტვის ვიდეოში გამოჩნდება უფრო კარგად. ხო. ეს რა кай ფერია? ეს არის ხო მანიკური, ბრჭყილის ლაკი, ესეთი წითელი, რაღაც კლასიკური წითელი ხო. აი საახალწლო ფერია. აი ხა დღეს მომიხდებოდა ამ ტუჩებზე, მაგრამ დატესტვაში გამოასწორებ. ხო, დატესტვის ვიდეოში ამ მანიკურით მოგევლინებით. და მეათე. აბა შენ უნდა გახსნა თუ მე ხო? ნუ დამასპოილერე დავინახე უკვე იქეთ რა ხდება. Oh my god, data. აი აქედან ხო. ესეც არის ფანქარი, ძალიან კარგი ფერი. ანუ გავს სხვათა შორის იმას. აი ნახე ეს წინაზე რომ ამოვიდა ეს ფერი. ეს უფრო ტუჩის ფერია, ეს კიდე უფრო ხო, მოწითალო. აი ხა რომ ისე რაღაც მაგის გავსი, ხო? ხო, საინტერესო იქნება ამის ნახვა, როგორია ტუჩზე. ხო და მარიტა შენ წაღან დამასპოილერე და 23. აი ბარე მესავიღოთ არის, ამიტომ მე არ ვიცი აბა მე უკვე ამოვიღებ 23. აუ რა ფაინია. ესეთ კოსმოსურ ლაქებზე ვაფრე. ხო რაღაცა კოსმოსის ძალიან მომწონს. ესეთი ფერია. ამას ეხა ვიწავისმე რომ დამთავრდება ეს ვიდეო. აი ესეთი ულამაზესი კოსმოსის ფერი ლაქი, რომლებზეც ძალიან გიждები და სულ ვეძებ მაღაზიებში, მაგრამ ვერ პოულობ ხოლმე და აგერ შემხვდა ესეთი ძალიან ლამაზი და ჟარ ჩანს აქ ვიდეოზე, მაგრამ სინამდვილეში ფერითან მოიასამნის ხო და ფერადში გადადის. ძალიან მიყვარს ესეთი ლაქები. ლამაზია. თან მიმდევრობას მივყვეთ და გავაგრძელოთ 11-დან. აგერ ულამაზესი ოქროსფერი. კიდევ ერთი ესეთი ოქროსფერი ტუჩსაცხი, აბა ეს ფერი ვნახოთ. აუ ეს უფრო ისეთი ფერია, და ვარდის მუქია კი. მოდი ამას შევადაროთ. და ორივე ფერი ძალიან მიყვარს. აი ეს წინა და ეს. და ორივე დახატულია რაღაც ვარსკვლავებში. ეს უფრო ნატურალური ფერი, რაღაც ტუჩის ფერი და მეორე უფრო ხო, უფრო მუქი. ანუ გამოდის, რომ აი ამ ფანქრებს შეესაბამება. ძალიან კარგი ფერებია ნამდვილად. შემდეგი, ვაი მე უსასრულოა, არ ხო, და ეხლა ჩემი ჯერია, მარიტა, მე-12. ეს მე-12. ეს რაღაც ძალიან გრძელია. ესეც ვფიქრობ ფუნჯი იქნება. არ ვიცი, ეს რა არის? ეს კაი რაღაცა, მარიტა, შენ მოგეწონება. ეს უმჭირდება ხოლმე.
ძალიან კაია. მაგი კლიპია. ხო, ეს ყველაზე ისეთი უსაფრთხო არის, როგორც ვიცი. მე მეგონა ფუნჯი იქნება. ანუ როგორც მივხვდი, აქ არის ორ-ორი რაღაცეები, წყვილი, რაც ერთმანეთისთვის არის, ან გავს ერთმანეთს. ხო, კი, ნამდვილად უხდება ერთმანეთს. კაი, 13 მარიტაბა. აბა 13. 13 არ არის. იქნება. ხალ ხო. 16-24. 14. კაი, მაშინ 14-დან დავიწყოთ და მე 13-ს თუ ვიპოვით. სადღაც იმალება 13. 13 თარსია და გამოტოვე. 13 დაგვემალა. ხედავ ისევ ესეც. მოდი ესეც გავხსნათ ახლა და ვნახოთ რა არის. ეგეთ პაკებში ფუნჯია ძვირფასო. აბა. აუ, ძალიან კაი ფუნჯია. აი მე საყვარელია. ეგ არის მე ვფიქრობ ჭრილების წასასმელად ან ჰაილაითერის. ეს არის ჩემი საყვარელი ფუნჯის ფორმა. ძალიან მიყვარს ამას სულ. მეც პრაქტიკული ყველაფერით შეიძლება. თვალებით. ხო, ამრევი რა. როგორც ვიცი, ზოგი კონსილერსაც ისვამს. აი შვილი არის ამის. ხო, კონსილერს? ხო. და რაღაც ისეთი ყველაფერი შეიძლება. მე ჰაილაითერზე ვიხმარდი კარგად და კიდე ჭრილებზე. გადავიდეთ 15-ზე, მიდიდე. ჩემი ჯერია ხო? რა კარგია. აუ, როგორ მიყვარს ესეთი რაღაცეების გავთ. ой, მე რაღაცა საყვარელი. საყვარლობა, აბა ნახოთ, ძნელად ამოსაღები. აუ, რა კაი ფერია. ეს არის ვერ ხვდები. ტუჩის ნიღაბი, მოკლედ ტუჩის დამარბილებელი ალბათ და რომ არ აგვიქერცლოს და გაგვიუხეშდეს მოკლედ. აუ, ძალიან ჭირდება ხოლმე ეგ მე სულ წითელი. ნახოთ. ვაი მე რა საყვარელია. შეხედე კანფეტივით. კანფეტივით. ძალიან ლამაზია. ბავშვობა გამახსენდა ეგეთ კანფეტებს. ულამაზესი ოქროსფერი შეფერილობის ფანქარი ან ლაინერი ვფიქრობ მე. ანუ ეს არის თვალის ფანქარი, ნახეთ როგორი ოქროსფერი. პირველად ხედავ ეგეც. ხო, რაღაცა ძალიან ორიგინალური არის, ორიგინალური. და ალბათ საახალწლო და ესეთი მაკიაჟისთვის, რა სადღესასწაულო მაკიაჟისთვის ძალიან ლამაზად დაჯდება. ძალიან ლამაზი შეფუთვა აქვს მომწონს. ძალიან მეც შეფუთვაც და თვითონაც ძალიან ლამაზია. ეხა 17 თუ არის, ეგეც თუ არ გამოგვიტოვეს, აგერ შენ გახსენი. მოკლედ მე სუმანიკურები მქონდება. ძალიან ლამაზი ფერია. ხო, ძალიან მარიტა გიждდება ჭხილის ლაქებზე და განსაკუთრებით ჭყიალებზე რეაქცია აქვს. ჭხილზე ძალიან ბუნებრივად და ლამაზი იქნება. ლამაზად დაჯდება აშკარად. არ ვიცი, კატრის მანიკურები გქონია ჩვენ? არ ვიცი რამდენად გამძლეა. იმედი გვაქვს რომ დიდი ხანს გაძლებს ხოლმე დღე მაინც. გადავიდეთ მე-18-ზე. ტუჩის პაჩები არსებობს? ხო, ტუჩის პაჩები. პირველად ვესმის. ტუჩსერო დაიდო და დაირბილო. ისე კი კაი იქნება. შემდეგ გადავიდეთ მე-19-ზე. მე უკვე მგონია რომ არც მე-19 არ არის. ხო არ არის რამე ჩამარ. აი, 13 და 19. შენ გვეგონა გამოტოვეს და თურმე მოდი ეს ბოლოში დავიტოვოთ თუ არა. კაი. აი ესეთი ულამაზესი ჭყიალები ჭხილებზე დასაკრობი. კარგად ვერ მივხვდით ეს რა არის? არ ვიცი, ჭხილზე დასაკრობია თუ ჭხილებია თუ რა არის? ჭხილებს არ გავს. და ტესტოში გავარკვევთ. ხო, აქ მაგრამ რაღაც ძალიან ლამაზი ფერია. ეგეც რაღაც ეგეთი. რაღაცა აი ესეთი. აი ესეთი სახეზე დასაკრობი ჭყიალები, რომლებსაც ხმარობ ხოლმე და ძალიან მიყვარს, ულამაზესი ფორმა არის. ესეთი გქონდა ჩვენ გასაუბრეთ. კი, თვალებს ქვეშ. კაი, 20 აი. ესეც ფანქარია. ესეც თუ ესეთი ფერი იქნება. აი ესეთი ფანქარია, მომდით ვნახოთ. ესეც კოსმოსის, აი ის მანიკურია. ხო, ზუსტად ეგეთი ფერი არის. ლამაზია. თუ არა, მაგრამ ესეთი იასამნისფერი ცისფერში გადადის და ძალიან ბზინავს. ეგეთ რაღაცებზე სისუსტემა. თვალის ფანქარი ესეთი. ესეც ჩვენი წყვილი. ხო, ამის წყვილი არის. იპოვა თავის მეორე ნახევარი. გადავიდეთ 21-ზე. ხო, ახლა შენგერია მე მოგეხმარები, მოდი ერთად გავხსნათ. ორი უკვე რაღაცა. ეს არის კატრისის წარბების ფუნჯი. მეცი წარბები. აუ ეს ძალიან კაი, წარბები ის მე მაგას ლაინერის მაგალითად ხმარობ ხოლმე. კი, სხვათა შორის მეც, კი. ხშირად ლაინერის ხოლმე
ანუ ლაინერს ვისვამ ჩრდილებით რა, აი ამ ფუნჯით ძალიან ლამაზად ისმევ. ფუნჯები დაგვიგროვოთ. ყველა ძალიან საჭირო. თმისამაგრი ძალიან ლამაზია. არ ველოდი აქ თმისამაგრს. აი ესეთი ლამაზი თმისამაგრი. საახალწლო სტილში. და დარჩა მე მგონი ერთიც ხო? ხო. აი 24. აბა ჩვენ ერთად გავხსნით. რაღაცა ძალიან კარგი რაღაც, მე მგონი ჩtildeების პალიტრა. აი მაგას მართლა არ ველოდი. აი მართლა არ ვიცი რა არის და ვნახოთ. ძალიან ლამაზია საახალწლო ფერები. აი ესეთი ფერები გოგოებო, ძალიან ლამაზი, მუქიც არის და ღიაც. და რაღაც ყვავილებით ვარსკვლავებია ხატიაზე. აი ამით შეიძლება მაგალითად იმ ფუნჯით ლაინერი წაისვა. ხო, ძალიან ისეთი ფერი არის, აი ეს ყავის ფერიც მომწონს. ყველა ძალიან ლამაზია, მე ეს ჭყვიალები. ესეც, აუ ყველა ძალიან კარგია მართლა, ძალიან ლამაზი ფერებია. მე ის მომწონს, რომ ყველა ყოველდღიურად დასასმელიც და ძალიან პრაქტიკული და ლამაზებია და ყველაფერს მოხვდება. კი, და ასევე სადღესასწაულოთაც აი ეს ჭყვიალები მშვენივრად ის ოქროსფერი. ასე რომ ეს იასამნის ფერიც ნახე რა ლამაზია, ბორდოსფერი. რაღაცა საშემოდგომო, უფრო ზამთრის და შემოდგომის ფერებია, ასე რომ ამ პალიტრას შევინახავ ზამთრისთვის. აი პალიტრას ნამდვილად არ ველოდი. კიდე რამე ხო არ დაგვრჩა ჩამალული. არა მგონი, იმიტომ რომ და დიზაინზეც ცალკე უნდა ილაპარაკო, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი დიზაინი არის. აქ რედიც ხატია, აბა, კარგად შევამოწმოთ ახლა. რამე ხო არ გამოტყოს. ანუ ეს პალიტრა არის, ეს ფუნჯები 3 ფუნჯი, ბლაში, 2 ტუჩსაცხი, ჰაილაიტერი, ტუჩის ბალმი, თმისამაგრი, ეს რაღაც ფრჩხილების, ჯერ ვერ გავარკვიეთ. ეს ტუჩის პაჩები და თვალის, ხო. ლაქები, კი, ლაქები სამივე. და ესენი მე სხვათა შორის არ მქონდა მანამდე ნანახი და ჩემთვის ყველა პროდუქტის სიურპრიზი იყო. იმედია შენთვისაც. სხვათა შორის ხო, ამას მეც საერთოდ არც შემიხედია. კიდე კაი, იმიტომ რომ უკვე გვეცოდინებოდა რა მოგვივიდოდა. აი ესეთი ულამაზესი კატრისის ბოქსი გავხსენით და ეხა გადავიდეთ Sunshine to Sunkist-ის. დავებშვიდობთ ამ ბოქსს, იმედია რომ მოგეწონათ პროდუქტები, აუცილებლად დაელოდეთ დატესტვას. გავაკეთებთ მარიტას თუ მოუნდება ჩემთან ერთად დატესტავს და მოდი აბა ეხლა შემდეგი ბოქსიც გავხსნათ. ეხლა ბოქსი ჩემ ფერებში. ხო, ეხლა მარიტას ფერებში უკვე ვარდისფერი. აი ესეთი ულამაზესი ვარდისფერი ბოქსი. რა საყვარლობა. აი შეხედე ფერები. ეს არის რაღაც Pinterest-ული კადრი. ხო, მართლა. ძალიან ლამაზი ფერებია. აუ და სხვათა შორის აი ესეთი რაღაცა მჭირდებოდა. აბა რომლიდან დავიწყოთ? აი აქ კი არის საზაფხულო ფერები. ო, აი ეს რა ლამაზი. მე ეგრევე ამას დავამეხელი. აი ნახეთ მეგობრებო. ლამაზი ფერებია. ვერნაირი ვარდისფერი, ატმისფერი, მოსტაფილოსფრო, ყავისფერი, საზაფხულო ფერებიც არის. ხო, ანუ ეს ისეთია, რომ ყველა სეზონზე გამოსაყენებელია ნამდვილად. ახლა გადავიდეთ მეორეზე, ესეც მე ვფიქრობ, ბლაშები და ჰაილაითერია და ძალიან კარგი ფერის. აი ესეთი ულამაზესი ფერის ტუჩსაცხია. აი ესეთი ნაზი ვარდისფერი ფერის ტუში. აი ესეთი ტუში. გადავიდეთ აი ამაზე. გასაკრობი წამწამებია. ეს თეთრი არის ჰაილაიტერი, ყავისფერი არის კონტურინგისთვის და ეს კონსილერები არის სხვადასხვა კანის ფერისთვის რა. და ბოლოსთვის დავიტოვე ყველაზე საყვარელი აბადოკი, რომელსაც ბანტი აქვს და ესეთი ძალიან მჭირდებოდა. ესეთი აბადოკი იხმარება ხოლმე მაკიაჟის მოსაშორებლად ან უბრალოდ გაზაკეთებლად, მაგრამ აი ესეთი საყვარელი. საყვარელი ხა, ჩემი თოჯინა. აბა შენც გაიგე. შენ ძალიან გიხდება მეკაზე. ხო, მოკლედ ეს მაკიაჟის მოსაშორებლად და რუტინების ჩასატარებლად. ამ ბოქსსაც დავემშვიდობოთ, მეგობრებო. აი ესეთი unboxing-ი იყო, ძვირფასებო. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ მე და მარიტას ტანდემი.
სხვა შორის და გამოიწერეთ ჩვენი არხი. აუცილებლად. სხვა შორის ეს პირველი ვიდეო არ არის ერთად გადაღებული, ჩვენ ადრეც გადავიღია. ხო, რაღაც მაკიაჟის წასმაზე. ხო, სკოლის მაკიაჟის გახსოვს? ხო, მაშინ 1 წლის წინ თუ 2 წლის წინ გადავიღეთ. ეგეც შეგიძლიათ ნახოთ და რა ვიცი, თუ მოგეწონათ ესეთი ვიდეო მე და მარიტასთან ერთად გადაღებული, აუცილებლად დაალაიქეთ, რომ ჩვენ მივხვდეთ, რომ მოგწონთ ესეთი ვიდეოები და კომენტარებშიც დაგვიწერეთ, რომ და ასევე გადადით ჩვენ TikTok-ზე და Instagram-ზე. გადადით მეგობრებო. აბა ყველას გემშვიდობებით. დიდი მადლობა რომ ჩვენთან დარჩით. გემშვიდობებით. კარგად. აქ რა ხდება? ოღონდ არ იკითხოთ. ესეც დამალ. ეს ყველაფერი დასალაგებელია, ხა შესალაგებელია. თავთავის ადგილებზე.